სოფლიო ფეხბურთი ერთ თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ გახდება პლანეტის მთავარი თემა, სოფლიო ჩემპიონატი, მოვლენა, რომელსაც მილიარდობით ადამიანი ადევნებს თვალს. თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ თამაში ნამდვილად აღარ არის, ეს არის მრავალმილიარდიანი ინდუსტრია და ამ ფონზე საქართველოს სულ უფრო ხშირად ჩნდება საერთაშორისო საფეხბურთო პროექტების რუკაზე. თბილისში 17 ივნის გაიხსნება იტალიური გრანდი მილანის ოფიციალური კემპი, მილან ჯუნიორ კემპ თბილისი, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. რას ნიშნავს მსგავსი პროექტები ქვეყნისთვის, რამდენად საინტერესოა საქართველოს საერთაშორისო სპორტული ბრენდებისთვის და შეიძლება თუ არა რომ მომავალში საქართველოში მილანის აკადემიაც ვიხილოთ, ამ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ჩვენს ეთერში. ჩვენი სტუმარია მახო მუსერიძე, მილანის აკადემიის პარტნიორი საქართველოში. მოგესალმებით ბატონო მახო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. დავიწყოთ იმით, თუ როგორ მოხდა მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო ბრენდის საქართველოსთან დაკავშირება, რამდენად მარტივით რთული იყო მოლაპარაკებების პროცესი და ასევე რა იყო ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები, რამაც იტალიური კლუბის საქართველოში დაინტერესება განაპირობა. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს და ვეცდები მოკლედ გაგცეთ თქვენს კითხვაზე პასუხი. როგორც თქვენ წეგან ახსენეთ, წელს მეორედ იმართება მილან ჯუნიორ კემპი საქართველოში. რაც შეეხება როგორ იდეა საიდან გაჩნდა, იდეა დაიბადა ჯერ კიდევ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და წინა წლის დასაწყისში იყო ვიზიტი შედგა საქართველოში მილანის აკადემიის წარმომადგენლების და ჩვენ და სასიკადულოდ ესე შეიძლება ვიამაყოთ და ვთქვათ, რომ პირველივე ვიზიტზე ფაქტობრივად რაც ფაქტობრივად არასდროს არ მომხდარა მათ პრაქტიკაში, მათ გადაწყვიტეს ჩვენთან ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ. ხელშეკრულება 3 წლიანია. ეს მოიცავდა წინა წელს და ამ წელს ჯუნიორ კემპის გამართვას და იდეაში მომავალში გულისხმობს ეს აკადემიის, სრულფასოვანი აკადემიის გახსნას მილანის ეგიდით. რა განაპირობა ალბათ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენმა გარკვეულმა გამოცდილებამ, რომლებიც წლების განმავლობაში დაგვეგროვდა ჩვენ საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობისას, ასევე ჩვენმა რეპუტაციამ და ჩვენი პარტნიორების მიერ გაწეულმა რეკომენდაციებმა და ენთუზიაზმმა დიდმა. აი ეს ფაქტორები დაემთხვა ყველა ერთად და ამან განაპირობა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღება ჩვენ სასარგებლოდ. კი ბატონო, რას ნიშნავს მილან ჯუნიორ კემპი, რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, ანუ რა პროცესია, რა მოვლენას აერთიანებს, რომ გითხრათ და ასევე ახსენეთ, რომ შარშან უკვე გაიმართა. რა გამოხმაურებებია და წელს განსხვავებული სიახლე რა იქნება? პირველ რიგში ეს არის ოფიციალური მილანის აკადემიის ოფიციალური საბრძოლო პროგრამით გამართული და განხორციელებული კამპი, რასაც ქვია. ეს არის ერთგვარი პოპულარიზაცია მილანის როგორც ბრენდის და მეორე მხრივ კიდე საშუალება ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის იმ მეთოდოლოგიასთან და მეთოდიკასთან გაცნობა, რასაც ქვია მილანის აკადემიის მეთოდოლოგია. თქვენ იცით, რომ მწვრთნელები მოდიან პირდაპირ მილანის აკადემიიდან, იტალიელი სპეციალისტები არიან და წინა წელს გამართული კამპი მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მათი შეფასებით ამდენი ნიჭიერი ბავშვი, იმიტომ რომ მათ ახლა დიდი გამოცდილება აქვთ მილანის საერთაშორისო კამპი, ეს ჯუნიორ კამპი იმართება მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში, ასე ვთქვათ რა და აქედან გამომდინარე მათ ძალიან კაი საშუალება აქვთ შეაფასონ, ასე ვთქვათ, ნიჭიერი თაობები, ტალანტები როგორ მოდიან და საქართველოში ნანახმა სურათმა მათი თქმით მოლოდინს გადააჭარბა და დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად ჩვენც კმაყოფილები დავრჩით შარშან ჩატარებული ღონისძიებით და წელსაც იმედი მაქვს, რომ ანალოგიური გამოხმაურება მოჰყვება ამ კამპს და ახალგაზრდებისთვის კიდევ როგორც გითხარით, ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ აბსოლუტურად სხვა მეთოდოლოგიაა განსხვავებული, ხედავენ ახალ მიდგომებს, ხედავენ დამოკიდებულებას სხვას, აქ არის გუნდურობის პრინციპი, აქ არის თამაში, ხალისი, ანუ ბევრი რაღაცა მომენტი არის და ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გარკვეულწილად აი
დაახლოებით წარმოდგენა შეექმნა თუ რა განსხვავებული ისა აქვთ მეთოდოლოგია, ასე ვთქვათ, იტალიელებს ამ მხრივ და ამავდროულად იტალიელებს საშუალება ეძლევათ ქართველი ფეხბურთელებზე და ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე დაკვირვების შარშანდელიდან მოყოლებული ქონდა ჩვენ შემთხვევა, რომ დაახლოებით 3-4 ბავშვზე დღემდე მიმდინარეობს დაკვირვება. და შეიძლება ისინი ვიხილოთ უკვე საერთაშორისო მომავალში. მაგრამ დაკვირვების ქვეშ არიან, კი ბატონო. კი ბატონო, საინტერესო მონაწილეობის მასშტაბი როგორ არის? რამდენიმე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა შარშან და წელს თქვათ რა რაოდენობის ბავშვი შეძლებს? შარშან იყო თუ არ ვწდები დაახლოებით 160 თუ 180 თუ არ ვწდები მონაწილე და წელს დაახლოებით თუ არ ვწდები უკვე 200 გადააჭარბა მონაწილეთა რაოდენობამ. რთულია, იმიტომ რომ ამ რაოდენობის ბავშვებს უნდა მართვა. ახლა ჩვენ გვყავს გამოცდილი მწვრთნელები, სპეციალისტები, ჩვენ იტალიელ სპეციალისტებს ეხმარებიან ქართველი სპეციალისტები, ამიტომ მონაწილეობს პირდებით ძალიან ინტენსიურ სახალისო საფეხბურთო ფესტივალს ერთი კვირის განმავლობაში. კი ბატონო, ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ არაერთ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. ერთ-ერთი არის ალბათ სწორედ ის, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, რამდენად უწყობს ეს ყველაფერი ქვეყნის პოპულარიზაციას ხელს და აი თქვენს საქმიანობაში, ყოველდღიურ პრაქტიკაში, ვთქვათ, ქვეყნის პოპულარიზაციის ზრდა ამ მიმართულებით რამდენად შესამჩნევია? ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ როგორც წეგან ახსენეთ, ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის და ეს არის უზარმაზარი სპორტული ინდუსტრია, რომელიც ძალიან დიდ სფეროს მოიცავს, ეკონომიკის სფეროს მოიცავს, ასე თქვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფეხბურთო რუქაზე საქართველოს მუდმივად ჩნდებოდეს პოზიტიური ჭრილში, მუდმივად ჩნდებოდეს ყურადღების ცენტრში არა მარტო მილანისთვის, არამედ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ბრენდებისთვის, იქნებიან ესენი საფეხბურთო კლუბები თუ სხვა სპორტული ორგანიზაციები. და რა თქმა უნდა აქ თავარია ასევე ამ ყველაფრის ისეთი სახით წარმოჩენა და იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება და იმ ხარისხის გაკეთება, რასაც ამას ჩვენი ამ შემთხვევაში პარტნიორები ითხოვენ და როგორც თქვენ წეგან ახსენეთ საქართველოს სახელი გამოიჩინა თავის სახელი ასე ვთქვათ გასულ ევროპის ჩემპიონატზე ხმამაღლა გამოჩნდა პუბლიკაში ასე ვთქვათ და ძალიან დადებითი განწყობებია ამის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას კიდე ემატება თვითონ წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით გამოჩენილი ნიჭიერი ფეხბურთელები, ხა ხუჭი ყვარაცხელიაზე რომ აღარაფერი აღარ ვთქვათ. და აქედან გამომდინარე მათთვის დასავლიდან ევროპული ბრენდებისთვის როგორც პოტენციური ბაზარი ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, სწორედ ამ ნაწილზე მინდა კითხოთ, ანუ რამდენად საინტერესოა და რა კონტურები იკვეთება ამ მიმართულებით? თქვათ, აი გარკვეული მოლაპარაკებები თუ მიმდინარეობს? აი, როგორც წეგან გითხარით, ჩვენ უკვე ფაქტობრივად ეს ჩვენი ხელშეკრულება შინაარსში მოიცავს მილანის აკადემიის, რუფასული აკადემიის გახსნა საქართველოში. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ინტენსიურად მუშაობთ ამ დეტალებზე, იმიტომ რომ ეს რთული საკმაოდ სკრუპულოზური პროცესი არის, რომელიც ესე ერთ-ორ დღეში არ წყდება. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამაზე ბოლო დაახლოებით პირველი კამპის მერე უკვე ერთი წლის განმავლობაში მუშაობა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სადღაც დაახლოებით ერთ-ორ წელიწადში, ასე ვთქვათ, მაქსიმუმ მოვახერხებთ ამ პროექტის განხორციელებას და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრებიც გამოგვიჩნდებიან და მხარდაჭერებიც გამოგვიჩნდებიან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმე, ეს არის ფაქტობრივად თანამონაწილეობა ისეთ ძელვადიან სერიოზულ ბიზნეს პროექტში, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც საქართველოს სახელს სპორტული თვალსაზრისით კიდევ უფრო გააჟღერებს და გაიტანს. ასევე რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში არის ის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება სპორტით დაკავებული, ძალიან ბევრი შესაძლებლობები ექნებათ მათ მომავალში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე წელიწადში ყველაფერი ესო ექნება ვიამაყოთ მორიგი ვარსკვლავის აღმოჩენით და მისთვის ფართოგზის მიცემით. კი ბატონო, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებაში დაიდენტიფიცირებული გამოწვევები რა არის ამ ეტაპისთვის, რას თქვენ გაქვთ? ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის, მე თუ მკითხავთ, კერძო სექტორის უფრო მეტად ჩართულობა.
იმიტომ რომ სპორტი ისეთი რაღაცაა, ზოგადად ფეხბურთის ფენომენი ამდენად მნიშვნელოვანია, ამას მე მგონი ყველანი ვხვდებით, თუნდაც ლოკალურ და თუნდაც საერთაშორისო მასშტაბზე. შესაბამისად, უფრო მეტი აქტივობა, უფრო მეტი ჩართულობა გრძელვადიანი თვალსაზრისით გულისხმობ, სასურველი იქნება კერძო სექტორის მხრიდან, ბიზნესის მხრიდან და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს იყოს განხილული, როგორც რაღაცა მცირე მოკლევადიანი, მანდა-მაინც აი მოკლევადიან პერსპექტივაში მოგებაზე ორიენტირებული პროექტი, არამედ ეს არის გრძელვადიანი და ყველა შემთხვევაში მომგებიანია მერწმუნეთ, ამაზე უბრალოდ საერთოდ დრო არ გვეყოფა საერთოდ როტორე ეს დიდი ინდუსტრია როგორც თქვენ წეგამბრძანეთ და ციფრები თავისას ამბობენ და შესაბამისად ვიცით ერთი რაღაცა რომ უზარმაზარი სიამოვნების გრძნობა შეგვიძლია მივიღოთ ამ სფეროში ინვესტირებით სიამაყის გრძნობა მივიღოთ და ასევე კომერციული ინტერესიც იყოს გათვალისწინებული. რამდენად მოწყობები არიან ქართული ბიზნესები ამ მიმართულებით, რა საჩვენებს ტენდენცია ამ დროისთვის? მეტნაკლებად. დიდად ვისურვებდი რომ უფრო მეტად იყვნენ. ჩვენ გვყავს რამოდენიმე პარტნიორი, რომლებიც არიან ენთუზიასტები, რომლებიც მოყვებიან ამ პროექტში მთელი გულით და სულით და შეგნებით და გათვალისწინებული გააზრებული აქვთ ის, რომ დღეს დახარჯული ინვესტიცია ეს არ ნიშნავს ხვალ ამოღებულ, ასე ვთქვათ, მოგებას, დივიდენდს, თუმცა მათ ზუსტად იციან, რომ დივიდენდთან ერთად ისინი ძალიან დიდ სიამოვნების და სიამაყის განცდასაც მიიღებენ, იმიტომ რომ აი ამ უნიკალურ პროექტში მიღებულობენ მონაწილეობას და მათ ჯერათ პროექტის, მათ ჯერათ ჩვენი და მათ ჯერათ ქართული გენის და ქართული ნიჭის და ხვალინდელი დღის. კი ბატონო, სახელმწიფოებრივი საქმეც არის ეს თამამად შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ სპორტული ინფრასტრუქტურის ზოგადად ფეხბურთის როგორც ასე ვთქვათ ფენომენის მისი ყველა ნაწილით განვითარება ეს არ მოიცავს მარტო ერთი კონკრეტული ფეხბურთელის განვითარებას და მისი ნიჭის გამოვლინებას, არამედ აქ შედის სპორტული მედიცინა, აქ შედის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონის მასშტაბით, აქ შედის ასევე ფაქტობრივად სოფლის მეურნეობაც, აქ შედის სტუმართმასპინძლობის სექტორიც და ძალიან ბევრი სექტორი შედის, რომელიც ფაქტობრივად ერთი ჯაჭვი არის და ეს აპრობირებულია ჩვენ ამის იდეალური მაგალითები გვაქვს თუნდაც ჩვენი მეზობელი თურქეთის, ავსტრიის, შვეიცარიის, ესპანეთის მაგალითებზე რომ ვიმსჯელოთ, სადაც ამ ინფრასტრუქტურას პირდაპირ ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონებია პირდაპირ მიბმული რა. ამის ჩვენ ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია, ისეთი უნიკალური ადგილები გვაქვს კლიმატური თვალსაზრისით საქართველოში, რომ ამის განვითარების შემთხვევაში ავითარებთ ფაქტობრივად რეგიონალურ ეკონომიკასაც. კერძო და საჯარო სექტორის სინთეზური ურთიერთობა ყოველთვის დებს ხოლმე ძალიან დადებით შედეგს. გარდა თქვათ ბიზნეს სუბიექტებისა, სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერის ნაწილში თქვათ როგორ არის ახლა მექანიზმი შემუშავებული და საჭიროებები რა არის? კი ბატონო, გეთანხმებით, სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ მან საკუთარი ინიციატივებით ხელი შეუწყოს და საკანონმდებლო დონეზე წაახალისოს ესა თუ ის სპორტული პროექტი და მისი განვითარება. სახელმწიფო შეუძლია მაგალითად მუნიციპალურ დონეზე მოაწყოს სპორტული ინფრასტრუქტურა, მაგრამ აიღოს გარკვეულწილად მისი შენახვის ოპერატიული ხარჯი საკუთარ თავზე, მაგრამ აქ კერძო სექტორმა უნდა შეუწყოს ასევე მხარი, გამოიჩინოს ინიციატივა, შეეხიდოს და გრძელვადიან პროექტში წავიდეს, არა მოკლევადიანში, არამედ გრძელვადიან პროექტში წავიდეს, რომელიც ასევე სპეციალისტებს გიზდით რა, აღარ დაგვჭირდება ჩვენ მაგალითად ჩვენა ბევრი სპეციალისტი სპორტული ინფრასტრუქტურის მოვლის დარგში არ გვყავს სამწუხაროდ, ბევრი სპეციალისტი. არ დაგვჭირდება. ანუ კადრების პრობლემა ამ ნაწილში სახეზე. კი, კადრების პრობლემა, ამ ნელ-ნელა ეს პრობლემაც აღმოიფხვრება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ახლა ფეხბურთზე ვლაპარაკობთ და ფეხბურთი არ არის მარტო მწვანე ბალახი ორი კარი და ბურთი, ხო? ანუ მას ბევრი კარი აქვს, მასში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, მედია ჩართული, უამრავ უზარმაზარი ინდუსტრიაა და ეს ყველაფერი
ძალიან განვითარებას მოითხოვს. ასე ვთქვათ, განვითარებას მოითხოვს კონკრეტული სტრუქტურით, კონკრეტული სქემით და არა ესე ქაოსურად და ქაოტურად რა. და არსებული პოტენციალი არის მნიშვნელოვნად ასათვისებელი, რაც არის ქვეყანაში. ნიჭიერი ხალხი ვართ, უბრალოდ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდის ძალიან ბევრი ენთუზიასტი თაობა. მე თვითონაც ბევრჯერ ისეთი რაღაცა მომისმენია და მინახია, რომ დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ მსგავსი ტიპის ახალგაზრდებს ბევრად უფრო მეტი გასახანი უნდა ქონდეთ და ბევრად ძალიან კონკურენტუნარიანები ვიქნებით, ასე ვთქვათ, ამ ბაზარზე. ეს ჭირდება ზოგადად ქვეყნის განვითარება სჭირდება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი სეგმენტია სპორტი, ფეხბურთი უმნიშვნელოვანი სეგმენტია. თან ეს გუნდური სპორტი არის, ეს ჩემი პატივისცემა ყველა ინდივიდუალური სპორტის მონაწილეებს და მეტად უფრო რთული და კომპლექსური არის, ასე ვთქვათ რა და კი ბატონო და ბოლოსკენ Milan Junior Camps რომ დავუბრუნდეთ, რა არის წარმატების საზომი თქვენთვის, რასაც აი ახლა მეორე წელია ჯერ ატარებთ. თქვენ წლების მერე რა განსაზღვრავს წარმატებას ამ პროექტის? ამ პროექტის წარმატებას განსაზღვრავს პირველ რიგში ჩემის აზრით პირველ რიგში ამ პროექტის წარმატებას განსაზღვრავს თუ ჩვენ მოვახერხეთ და დარწმუნებული ვარ რომ მოვახერხებთ ერთი მინიმუმ რამოდენიმე თაობა ფეხბურთელების აღზრდას ამ პროექტის ფარგლებში, მილანის აკადემიის ფარგლებში და წარმატება არის არა მარტო სპორტული თვალსაზრისით თქვა ის რომ დაუშვათ ჩვენი აკადემიის აღზრდილები მომავალში მოირგებენ ეროვნული ნაკრების იქნება თუ ეს ევროპული გრანდების მაისურებს არამედ წარმატება იქნება პირველ რიგში ის რომ მათ ყოველთვის სიამოვნებით გაახსენდებათ ეს გავლილი გამოცდილება აკადემიაში და ამა თუ იმ ფორმით ისინი ცხოვრებაში სპორტთან მუდმივად იქნებიან დაკავშირებული, ან როგორც მონაწილეები, ან როგორც მხარდამჭერები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან წარმატებას გისურვებთ ამ ძალიან დიდ გზაზე. მახო მუსერიძე მილანის აკადემიის პარტნიორი საქართველოში იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით Milan Junior Camps-ზე, რომელიც 17 ივნისს აიღებს სტარტს ჩვენს ქვეყანაში.